დება ამ ქვეყანაში. და მეორე კიდე გოგა ხაინდრავა როგორ უნდა გეждდეს იდეოლოგია. აი, ნუ როგორ ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ? ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ? კაცი მკვლელი, კონსტიტუციური სახელმწიფოს, რა ქვია, დამაქცევარი ჩამცხრილავი ხალხისა იქ პრეზიდენტის კორტეს გაუხსნა ცეცხლი ბავშვები და ისინი დაიღუპნენ იქ მერე კიდე იქ ჩვენი ის აღარ მინდა ხო სამაჩაბლოში მინდიაშვილი ცოცხლად დააწევინა და იცით რა არის ასეთი ადამიანი ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ პრემიებს იღებს ნაცვლად იმისა რომ ეს კაცი გაჟილი იყოს წელსაც აგერ $1,000,000-მდე თითქმის 995,000 თუ რაღაცა პრემია აიღო. რომელი პრეზიდენტსაც იმას იზავე, რა ქვია, აი შევედეგრებ, ამას ვერავინ ვერ ასწრებს, აიგულებს ეს გადის. ეს გაიქცა იმასთან, სალომესთან, და ახლა სალომეს აგინებ ჯაშუშიო. შენ არ გარბოდით აიგულებ, თეთრით აიგულებ, აიგულებ. მაგარი კაცი. ყველაფერს ერგება ეკაცი. მაგარი კაცია, აგინე. არ ვიცი ეს რა საშინელება, ესე ყველაფერი მოსწრეს, ჟურნალისტიკა მოსწრეს. ამას ეხლა წეგან შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენელი გამოვიდა და რა ბედნიერი ვარ რომ ამ ფასების გაიაფებაზე საუბრობს ამნაირი ცინიკოსები მე არ ვიცი 250 ლარი მეზოგება უკვე ყოველ კვირაო ესე იგი ამან ნახა მარტო თურმე გაიაფებული პროდუქტები და ამ ხალხმა პირიქით ნახა კაცო გაზრდაო პირიქით რაც კობახიძე პირიქით სადმე გვითხრას კაცო სადიყიდა ჩვენ წვივალ ჩვენ ვიყიდით კაცო მართლა გეუბნები ეგეთ ამის უწერ ხალხო ვაჟებს შაველაზე ამადამ კუჩაზე აი ამ ფაში იყიდება ებიო დავკოკა მაგრამ მევალ და ვიყიდე როგორ ტექნიკურადაო დიდი კი არაფერიაო კაცო მაგრამ მაინც ახლა კვირაში 200-250 ლარი უკვე მეზოგებაო გაიაფებულა თურმე პროდუქტი და ეხლა პროდუქტების გაიაფებას რომ ძალოვან სტრუქტურებს დაავალებ თუ მართლა აი სახელმწიფო საქმე თუდად არის ესე იგი ეროვნულ მრეწველობაზე არაფიქრობ წარმოებაზე არაფიქრობ სოფლის მეურნეობაზე არაფიქრობ და რამ უნდა გაიაფოს კაცო ხიშით რომ მიადგება რა ქვია უშიშროების წარმომადგენელი თან უყურეთ რა ძალიან რაღაცა ეს ხალხი საიდან მოვიდნენ არ ვიცი აი ხო გონებთ რაღაცა აი ძალიან დაბალი დონია